რუსთავში ჭალის ტყეების აღდგენა განვითარების პროცესი დაიწყო. ეკოლოგიური პროექტი, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ, რუსთავის ჭალის ტყეების ენდემური ფლორის აღდგენას ტერიტორიის განვითარებას ისახავს მიზნად. სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე ტერიტორიის დასუფთავება და განაშენიანების პროცესისთვის მზადება მიმდინარეობს. რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ეს პროექტი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ. დღეს მიდის აქტიური სამუშაოები და არსებული ტერიტორია იწმინდება ნარჩენებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ შემდგომი ეტაპები განხორციელდეს. ეს არის ისტორიული პროექტი ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენ გვინდა, რომ გაგრძელდეს ჭალის ტყის ისტორია ჩვენი ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებისთვის. რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით ჭალის ტყის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო ნარჩენებისგან გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო შემდგომ ეტაპზე უკვე აქტიურად დაიწყება ჭალის ტყის აღდგენა განაშენიანების პროცესი.